დილა ნამდვილად ჩვენიერია და ლაჟვარდი და ყველაფერი ესეთი ნიჭიერებით, ესეთი სილამაზით და სილაღით იწყება დილა და მადლობა ამ ნომრისთვის და წარვადგინოთ ელისაბედ ეს შესანიშნავი ბავშვები ნიჭიერი გუნდი, მათი ხელმძღვანელი, ესე იგი შემოგვიერთდნენ ისანში მდებარე წმინდა დიდმოწამე ბარბარე სახელობის ტაძრის საკვირაო სკოლასთან არსებული ანსამბლი ნერგები, ხელმძღვანელი მომღერალი ვასო კორნიენკო და შესანიშნავი გუნდის წევრები დილომშვიდობისა ბავშვებო, მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში ამ საოცარი განწყობისთვის, ამ სიმღერისთვის, ამ ამაღლებული ნოტებისთვის, რომელიც მოგისმინეთ ამ სილაღისთვის, დილას განსაკუთრებით ხდება. რამდენი ხანია რაც არსებობს ეს ნიჭიერი ბავშვების თავყრილობა თქვენი ხელმძღვანელობით, როგორ შეიკრიბეთ და პირველ რიგში ნერგები ძალიან მომწონს სახელი, იმიტომ რომ ნერგი რომელიც ირგება, ვითარდება, ხეთი ქცევა, ყლორს გამოიღებს ნაყოფს და მე მგონი რომ ძალიან სიმბოლურია ეს სახელი. ამ ნერგებს ესე იგი მე-5 წელია უსხავთ წყალს. უსხავთ წყალს და იზრდებიან. მე მგონი კარგი წყალია აშკარად, შედეგი კარგია. ტაძრის წიაღში არიან ბავშვები, ყავს არაჩვეულებრივი მოძღვარი მამა გურამ ჭარელაშვილი, რომელიც ძალიან ზრუნავს რათა მომავალი თაობა განვითარდეს, ისწავლოს ფოლკლორი, ქართული გალობა და ასე შემდეგ, მხატვრობა და ძალიან ბევრი წრი არის ჩვენთან. ტაძარში და აი საკვირაო სკოლის ბავშვები არიან სწორედ ეს ბავშვები, რომლებიც ღერიან ქართულ ხალხურ სიმღერებს და ტრადიციულ გალობას. და როგორ შეკრიბეთ ეს საოცარი ბავშვები, რომლებმაც ესეთი სილაღე და ესეთი განწყობა შემოიტანეს ჩვენ სტუდიაში და ჩვენი მაყურებლების ოჯახებში შეიტანეს. პირველ რიგში სიყვარული ქართული ხალხური სიმღერის. ეხლა მე ვინც მიცნობს სიმღერასთან პირდაპირ კავშირში ვარ და ამიტომ აი ეს ყველა არის ესე იგი ინდივიდუალურად მოსული. რო სურვილი ქონდათ მშობლებს ბავშვებს. ოჯახს ალბათ ხა განსაკუთრებით, ხო? და ჩვენ უკვე დავაკავშირეთ ტაძარს ეს ბავშვები და ასე აი კარგი რამ აღნიშნე ოსო პირველ რიგში სიყვარული ხალხური სიმღერის და ფოლკლორის და ჩვენი მრავალხმიანობის და უნიკალური სიმდიდრის. ეხლა მშობლებს უნდა და ვიცით, აი ალბათ ამ კითხვაზე პასუხი ნათელია ცხადია, მაგრამ გარდა იმისა, რომ ასწავლით სიმღერას ინსტრუმენტს, დიდწილად ასწავლით და უღვივებთ იმას, რა არის, რა სწავლობენ და რა არის ეს ჩვენი ქართული ხალხური. ეს არის ჩვენი ერის ისტორია, ჩვენი ერის წარსული, მომავალი აგრეთვე. კი ბატონო. და ამ ფოლკლორული სიმღერების ტექსტებში არის სწორედ ის აზრი და ის იდეა, რაც არის საქართველოს და საქართველოს იდეა და აწყო და მომავალი ასე ვიცი. გალობა ახსენეთ ასე ვთქვენ, ხო? და გალობას ცხადია როგორ შეიძლება არასწავლეთ, როცა ტაძართან არსებულია და თუ გაქვთ ხოლმე მსწავლობები ამ პირობებით, სახურებაზე გალობის. ჩვენ აუცილებლად გვეძახიან, მიუხედავად იმისა, რომ სხვა დიდი მგალობლებიც არიან ქალბატონები, კაცები, მაგრამ დღესასწაულებზე გვეძახიან და ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას, აღდგომას, ბარბარობას და ასე შემდეგ. რამდენი წლის არის ყველაზე პატარა? აი თქვენ ბრძანეთ, რომ 5 წელი არსებობს ანსამბლი ნერგებიო და ზოგი მგონი 7 წელზე მეტის არ იქნება, ხო? კი, ძალიან პატარაობიდან დადიან. ზოგი მეტი ხანია, ზოგი ნაკლები. რას ურჩევა? რა საკიდან შეიძლება მოიყვანონ მშობლებმა, თუ ესეც ინდივიდუალური ალბათ, მაგრამ აი დაახლოებით ასაკი რა არის, ახლა დიდი გამოცდილება. ინდივიდუალურია ნამდვილად, ზოგი მღერის 2 წლიდან, ზოგი მღერის 3 წლიდან, ზოგი 10 საიწყებს, მაგალითად მე 12 წლისამ დავიწყე. და როგორ ხდება მიღება საინტერესო, ვისაც სურვილი გაუჩნდა? ხეთ პირველი კლასიდან თუ არა რომ ბავშვად მრევლი იყოს ტაძრის და სამრევლო სკოლაში არა, ასე ახლა ნახეთ როგორ არის ძალიან ბევრი მოხვედრილა მრევლი გამხდარა ჩვენგან. ჩვენგან დაუკავშირდა ეკლესია და აგრეთვე მე პირადად ქუჩიდან მოხვდი ეკლესიაში და შემდეგ მრევლი გავხდი და მგალობელ მომღერალი. ასევე არიან ეს ხალხიც. თქვა რაღაც მონაცემები უნდა კონდეს ბავშვს. კი, მენა უნდა კონდეს, მენა უნდა კონდეს და ცოტა ხმა, მეტი არა. სრული შემადგენლობით ხართ ახლა წარმოდგენილი? არა, ეს არის მცირე შემადგენლობა. აი დილით ვინც ადგა ეხლა. ვისაც დილა შევაწუხეთ ეს საოცარი ბავშვები. სალაღობო ეჩვენება და სალაჟვარდი. ისე ბევრი არიან, ძალიან ბევრი. ესენი არიან როგორც ანსამბლი ასე. ანსამბლი. თუ გაქვთ ხოლმე თქვა კონცერტები, თუ მართავს თუ აი ამაზეც რომ მოგვიყვეთ და ხომ არ გაქვთ უახლოეს ხანებში დაგეგმილი რაიმე. აი როგორც თქვენ დავპატიჟეთ, ასე გვეპატიჟებიან ხოლმე ასევე ტელევიზიებიც. გვაქვს აგრეთვე ტაძრის სივრცეში საკონცერტო პატარა სივრცე, იქ ხშირად გვაქვს დამოუკიდებლობის დღეს, აი ასე დღეებში რა, აღდგომა, ახალ წელს, ხო.
საღვთო დღესასწაულებზე. დიახ, დღესასწაულებზე გამოვა. მოკლედ, ნელ-ნელა ხა ჩვენ ფინალისკენ უნდა წავიდეთ და ვინც ახლა გვიყურებს და დაინტერესდნენ და როგორ შეიძლება, ძალიან მარტივია, ძალიან ცნობილი ტაძარია, ბარბარეს ტაძარი ისენში, ისნის რაიონში და მივიდნენ და სურვილი გამოხატონ. დაანჩეს მიხედავს ბოსო და როგორც სიმღერით დავიწყეთ, ჩვენ სიყვარულით დავხვდებით. თავარი ეს არის და აუცილებლად დარწმუნებული მაყურებელი ელოდება რომ სიმღერითვე დავასრულოთ. რა შეგვისურვებთ კიდევ ერთ ნომერს? ახლა შევასრულებთ ძალიან უყვართ ბავშვებს ლელა თათარაიძე და მის ერთ სიმღერას ვიმღერთ. შესანიშნავ. დიდი მადლობა წინასწარ და გისმენ და მადლობა ბავშვებს. მადლობა კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა. ანსამბლი ენერგები, რომელიც წმინდა ბარბარეს სამრევლო სკოლასთან მდებარეობს, არსებობს და ასევე მათი ხელმძღვანელი ვასო კორნიენკო მომღერალი.